გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი მიეძღვნება კერძებს, რომლებიც თავის თავში აერთიანებენ სხვადასხვა ქვეყნების კულტურას. ეს კერძები მზადდება ძალიან მარტივად, სულ რამოდენიმე ინგრედიენტი აქვს და თან არის ძალიან ჯანსაღი და ცილებით სავსე. ამ კერძებს აკეთებენ შუა აღმოსავლეთის თითქმის ყველა ქვეყანაში და ყველა ქვეყნის რეცეპტი განსხვავდება ერთმანეთისგან. ერთ-ერთი კერძი, რომელსაც დღეს გავაკეთებთ, არის უძველესი რეცეპტი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია თითქმის შეუცვლელად. დღეს ჩვენ გავაკეთებთ ჩემს ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ კერძებს, ფალაფელს და ჰუმუსს. როგორც მანამდე ვახსენე, დღეს გავაკეთებთ ფალაფელს და ჰუმუსს და თან ვიფიქრეთ, რომ მარხოს პერიოდი დაიწყო, სამარხო კერძები უფრო პოპულარული ხდება ნელ-ნელა რაღაცა პერიოდით და ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ფალაფელი და ჰუმუსი თქვენთვისაც ხელსაყრელი იქნება, ვინც მარხულობთ, ვინც არ მარხულობთ, იქნება საინტერესო, რადგან ესეთი კერძებია, რომელიც წესით უმეტესობას უნდა გიყვარდეს თუ გასინჯული გაქვთ. დღეს გავაკეთებთ ძალიან კრემოვან ჰუმუსს და ასევე ხრაშუნას და მწვანეს და არომატულ ფალაფელს, რომელიც გონია რომ თქვენს სამზარეულოში და თქვენს კერძების ლექსიკონში შეუცვლელი დარჩება. ამიტომ მოვიმარაგოთ ჩვენი პროდუქტები და ჯერ დავიწყოთ ფალაფელის მომზადება. რადგან უფრო მეტი დრო ჭირდება, რადგან ჭირდება 8 საათი რომ წყალში ჩავდოთ და გაღვივდეს. ამიტომ ფალაფელისთვის დავჭირდება 250 გრამი მშრალი მუხუდო, დაახლოებით 2 გრამი მშრალი ქინძი, 2 კბილი ნიორი, 5 გრამი პიტნა, 30 გრამი ოხახუში, 30 გრამი ქინძი და 60 გრამი მწვანე ხახვი. და რა თქმა უნდა, მარილი გემოვნებით. როგორც მანამდე ვახსენე, მუხუდო უნდა ჩავალოთ წყალში, უნდა დაიფაროს წყლით და დაახლოებით 8 საათი უნდა ქონდეს ჩალობილი. 8 საათში იქნება ორჯერ უფრო მეტი მასის და ორჯერ უფრო გადადებულ. წყალი დაასხით და დააყოვნეთ მაცივარში 8 საათი. გავიდა 8 საათი და იქნება ესეთი გადადებული, აღუვებული, მზად იქნება კომსაზადებლად. ამიტომ დავიწყოთ ფალაფელის მომზადება. რეჰიდრირებული მუხუდო ჩავყაროთ ჩოპერში, დავამატოთ ყოლა მწვანელი, ასევე დავამატოთ ქინძის სუნელი, ნიორი და კარგად დავაჩოპეროთ დაახლოებით 5-7 წუთი. ესე ჩვენი ფალაფელის ფასი, ახლა დაახლოებით 9 საათი დავასვენოთ, კარგად გავიჟდეთ გემოები და დაჯდესავით და გამოუშვეს წვენები. შემდეგ უფრო ადრეული შესაკრავი იქნება ბურთულები. დაახლოებით 9 საათი დავასვენეთ, დავიწყებთ დაბურთავებას ფალაფელების რო შევწყვეთ შემდეგ. და სანამ ისვენებს, მანამდე შეგვიძლია რომ გავაცხელოთ ჩვენი ზეთი 180 გრადუსამდე. სანამ ფალაფელი ისვენებს, მანამდე პატარა ხრიკებს გასწავლეთ ფალაფელზე და რაც უნდა გაითვალისწინოთ აუცილებლად, არ დაგენანოთ პანელები, რადგან უნდა იყოს ან მწვანე და ხასხასაფერი უნდა ქონდეს ჩვენს ფალაფელს, რომ უფრო მეტი გემო ქონდეს. ასევე თუ გიყვართ ცოტა მწარე, შეგიძლიათ წაკა გავუკეთოთ, მწვანე წაკა და ძალიან კარგი გემოს მიცემს. ასევე შემდეგი ხრიკი ის არის, რომ ძალიან არ უნდა გადაამუშავოთ ფალაფელი და ცოტა უფრო კარგი ტექსტურა ქონდეს და ასე ვთქვათ, ბაითი ქონდეს თქვენს ფალაფელს და არ იყოს ფაფისებრი მასის. კიდევ ერთი ხრიკი ის არის, რომ როცა დაალბობთ თქვენს ფალაფელს წყალში, შეგიძლიათ ცოტა სოდა გაუკეთოთ და უფრო დაარბილებს თქვენს ფალაფელს. ამასობაში 9 საათიც გავიდა და ამიტომ ახლა დავიწყოთ ფალაფელის დაბურთავება. შეგიძლიათ გააკეთოთ პატარა ბურთულები, როგორც ვიდეოში ნაჩვენები, ან გააკეთოთ პატარა დისკები. დაახლოებით 25-30 გრამებად ამოწონეთ თქვენი ფალაფელი, რომ იდეალურად შეიწვას სეტში. ეს ჩვენი ორი ფორმის ფალაფელები, ერთი არის დაბალი ბრტყელი დისკები და მეორე არის ბურთულები და ახლა გადავიდეთ შეწვაზე. უნდა გავაცხელოთ ზეთი 180 გრადუსზე და შევწვათ, სანამ გაუქმდეს ფრიტება დაახლოებით 4-5 წუთი. 180 გრადუსზე შევწვათ ბურთულები და დისკები, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ბურთულებს უფრო დიდი ხანი ჭირდება ვიდრე დისკებს. გადმოიღეთ ხელსახვეცი, რომ შეიწოვოს ზედმეტი ცხიმი. დაახლოებით 3-4 წუთი ჭირდება ფალაფელებს რომ შეიწვას ზეთში. როგორც კი მიიღებთ ესეთ მოყავისფრო მოოქროს ფერს, შეგიძლიათ რომ გადმოიღოთ, ანუ მზად არის. თუ არ გინდათ ხოლმე რომ ზეთში შეწვათ თქვენი ფალაფელი, შეგიძლიათ რომ გამოვაცხოთ. შეაგდებთ ღუმელში დაახლოებით 180-200 გრადუსზე, უფრო 200 გრადუსზე, დაახლოებით 10-12 წუთი. გამოცხება უცხიმო ფალაფელებიც. და air fryer-ში ცხება. კი ბატონო. ეხლა კი გადავიდეთ ჰუმუსის მომზადებაზე. 1 კილო მუხუდო, 100 გრამი ტაჰინი, დაახლოებით 9 ლიმონის წვენი, 1 კბილი ნიორი, 1 გრამი ძირა, 40 გრამი ზეითუნის ზეთი, ცოტა ცივი წყალი და მარილი გემოვნებით. ყველა ჩამოთვლილი ინგრედიენტი ჩავყაროთ ერთად ჩოპერში და კარგად დავაჩოპეროთ. ბოლოს დავასხოთ იმდენი წყალი, როგორი კონსისტენციაც გვინდა რომ მქონდეს. თუ უფრო თხელი, უფრო მეტი, თუ უფრო სქელი, უფრო ნაკლები. მე დავასხი დაახლოებით 100-120 გრამი. ესა ჩვენი ჰუმუსი, გამოვიდა ძალიან კრემოვანი და იმისთვის რომ მივიღოთ ძალიან კრემოვანი მასა, აუცილებელია რომ გამოვიყენოთ ძალიან ცივი წყალი ან თუნდაც ყინულები. მე ახლა დაახლოებით 100-120 გრამი წყალი დავამატე და ეს თქვენ თვითონ უნდა მიხვდეთ როგორი კონსისტენციის გინდა. მე ცოტა სქელი მიყვარს და ამიტომ არის ცოტა ესეთი სისქის და მე ესეთი მიყვარს, თუ უფრო თხელი გიყვარს, შეგიძლიათ რომ უფრო მეტი წყალი დაამატოთ. და უფრო დიდი ხანი დააბლენდეროთ. და აუცილებლად რომ დიდი ხანი აბლენდეროთ, რომ კარგი კრემოვანი და ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. ესეც უკვე გავამზადეთ და შეგვიძლია გადავიდეთ აწყობაზე და შემდეგ დავაგემოვნოთ ჩვენს საბუნიე კაცთან ერთად.
იცოდით, რომ 2010 წელს იყო ჰუმუსის დაპირისპირება და ამ დაპირისპირებაში მონაწილეობას იღებდა ისრაელი და ლიბანი. ეს არ იყო ჩვეულებრივი დაპირისპირება, ეს იყო ეგრეთ წოდებული cook-off, ვინ უფრო დიდ ჰუმუსს გააკეთებდა. ისრაელის შეფმა გააკეთეს 4 ტონანახევრიანი ჰუმუსი, ხოლო ლიბანის შეფმა გააკეთეს 11 ტონიანი ჰუმუსი, რომელიც შევიდა გინესის რეკორდების წიგნში და მას ჰქვია ჰუმუსის თასი. სერვირებისთვის გადმოიღეთ ჰუმუსი ღრმა თეფშზე, კარგად გადაანაწილეთ და დადძემოდან ფალაფელები, მოაყარეთ ზევიდან წითელი წიწაკა, ასევე ცოტა ქინძი ან ოხრახუში და მოასხეთ ზემოდან ზეითუნის ზეთი და გემრიელად მიირთვა. ესე ჩვენი შუა აღმოსავლური სუფრა გაიშალა და სანამ ჩვენი საბუნა შემოვა და დავაგემოვნებთ, მანამდე მინდა გითხრათ, რომ 24 მარტიდან 17 აპრილის ჩათვლით არის საღდგომო ლიდერბორდი კოკოს აპლიკაციაში და ანუ ისე გრძელდება კოკოს სამსახურების შეგროვება და მათ ქვეშ მოცემული კოდების შეყვანა აპლიკაციაში და თქვენ თუ ლიდერბორდში მოხვდებით, თქვენ მიიღებთ თვლის ისტორიისგან ვაუჩერს სადაც თქვენ ყუთთან ერთად. ამიტომ იაქტიურეთ, დააგროვეთ ქულები აპლიკაციაში და როგორც კოკო ეტყო და ეხლა უკვე კოკოს დალევა 2 მაგაც ასიამოვნო. ამიტომ იაქტიურეთ და შეიძლება მოიგოთ თვლის ისტორიის ვაუჩერი და თვლის ისტორიისგან სადაც თქვენ ყუთი. ეხლა საბოს ხო სტუდიაში. როგორ ახარ? კიდევ ერთხელ სალამი. საბუნას აღარ უნდა წარდგენა, უკვე ძალიან პოპულარული არის, ისე ჩვენი სუფრის სკოლის მაყურებელი იცნობს ძალიან კარგად და არა მარტო სუფრის სკოლის მაყურებელი, უკვე ძალიან პოპულარული კრეატორი არის. და დღეს მისი საყვარელი საჭველი მომამზადეთ, როგორც თქვენ ეძახის, ფალაფელი და ჰუმუსი. კი არა, ჰუმუსიო როგორც შენ გაქვს ყემალის სახში, ისე მაქვს მე ჰუმუსი სახში. ჯეპრიული რა თქმა უნდა, როგორც ტრადიციულად დააგევნებ საბუნა და გვეტყვის გახული პიტას დავახვედრეთ, როგორც შეეფერება. სხვათა შორის იცის. ამ ყველაფერს ძალიან მოუხდებოდა. აისბერგი. იტნა არაჟანში. იტნა აისბერგი. და ძალიან გემრიელი იქნება. აი ჰუმუსი უნდა იქნება ძალიან დიდი რაოდენობის, აი თითქმის ძალიან დიდი რაოდენობის. თითქმის ძალიან დიდი რაოდენობის. რომ შეიძლება ყველანაირი გემო. მიდი შენც. ამოვაწაწუნებ და შენ ეგრე გააკეთე. მიდი რა ისე. სხვათა შორის ყველაზე კაი რეცეპტს აკეთებს, ვიცი, ყოველ შემთხვევაში დედაჩემის. ნახოთ დიმიტრიმ როგორი ჰუმუსი იცის. ნახოთ თუ იქნება ჩელენჯერი მაგამ ამბავში. გამაგარია. ძალიან კაი მწვანე ფერი აქვს ფალაფელს. მინდა აღნიშნო. ჰუმუსის ექსპრეს მეც ეგეთი მოწონს. თხელი არ მომწონს. ძალიან მაგარია. თან ფალაფელს კარგი გემოები აქვს, სიმწვანე და სიცოცხლის გემო ძალიან კარგი იგრძნობა. თხელი არ გიყვარს, მაგრამ თხელი თუ გიყვარს, შეგიძლიათ ჩვეულებრივად თქვენზე არის. მეტი წყალს დავუმატებთ და უფრო თხელი იქნება. ხო, არაფერი დიდი ახალი ველოსიპედის გამოგონება არ ჭირდება ამ ყველაფერს. ძალიან კაი ფალაფელია. ნამდვილი მედიტერიანული, yani middle eastern-ული ფალაფელია. კანის ფრატუნა ისეთი აქვს, როგორც უნდა ქონდეს. 10 ფულიანი ფალაფელი, ოჩახი. შემძლებია თუ მე მწოდნია. მაგრამ რთულისას არაფერი არ არის. არა, რთულისას არაფერი არ არის, კი. ჰუმუსი იცი კიდევ ისე საყვარელი საჭმელია. ზოჰანის მამის. ყოყოლის მაგას მუბელეხები უნდა ყოფილიყო. მუბელეხები. როგორც ავამაღლე რთული არაფერი არის ფალაფელში, მთავარია დაიჭიროთ კარგი კომბინაცია და კარგი ესე ვქვია მაგას ბალანსი. ამ წვანილებში თუ ქინძი აგიყვართ, შეგიძლიათ ქინძი არ ვქნათ, მაგრამ ქინძი აუცილებელია ჩემთვის ფალაფელში, რადგან თავი ეს ძალიან კარგ გემოს აძლევს, ცილებით სავსე, ვიტამინებით სავსე, ძალიან კარგი და ვეჯი. და ვეჯი. და ეს ჰუმუსი აღნიშნოთ, რომ არის top 50 დიპინგში შედის სოფლიოში. top 10-შიც მე. ქართულებით შედის, ხო, ტაჯიკებით ყრმილი. კი. შეგიძლიათ რომ გააკეთოთ, მარხვაზე ძალიან კაი გამოსავალი არის, ცილებისთვისაც, ნახშირებისთვისაც, ყველაფერთვის მოკლედ და გამოიწერეთ ჩვენი არხი, დალაიქეთ ეს ვიდეო, გააქტიურეთ ზარის ღილაკი და დაგვიწერეთ თუ კიდე გინდათ გავაკეთოთ სამარხო რაღაცები სანამ მარხვა და თუ არ გინდათ სამარხო რაღაცები დაგვიწერეთ რა გინდათ რომ გავაკეთოთ. დაგემშვიდობებით და გამოიწერეთ თავისუფლად ჩვენი არხი, არ დაგეძავთ ეს თქვენთვის ერთი კლიკია, ჩვენთვის კი ძალიან ბევრს ნიშნავს. ერთად ავაშენოთ სუფრის სკოლის სოფელი. ბაი.